მოგესალმებით. დღეს დილის 7 საათიდან გაიხსნა საარჩევნო უბნები. ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან ყველა საარჩევნო უბანზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მე მინდა ეხლა თქვენ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მოგვაწოდეს ჩვენს კოლ-ცენტრში ჩვენმა წარმომადგენლებმა. სანამ ამ ინფორმაციას დეტალურად მოგახსენებთ, მინდა აღვნიშნო ის, რომ თვითოულ ამ დარღვევაზე რა თქმა უნდა შესაბამისი ზომები მიღებული არის ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მოგვიანებით მოგაწვდით იმ მასალას, ვიდეო მასალას, რომლის გადაღებაც ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახერხეს. დავიწყოთ. ზუგდიდის ნომერ 71 უბანში სოფელი ჩხორი უბანი გაიხსნა 1 საათით დაგვიანებით. ასეთივე დაგვიანებით არის გახსნილი უბანი ქუთაისში ნომერი 39 უბანი, წალკაში ნომერი 21 უბანი, რომლის დაგვიანების მიზეზით გახდათ ის, რომ არ იყო მარკირების სითხე უბანზე და 1 საათი გვიან დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა. ასევე სხვა სახის დარღვევები არის გამოვლენილი ძალიან დიდი რაოდენობით. მაგალითად, სიღნაღში 34 უბანზე პიროვნება ხმა მისცა მარკირების გარეშე. აღინიშნება მცდელობა იმისა, რომ ჩატარდეს ეგრეთ წოდებული კარუსელი. ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ესეთი მცდელობა შეინიშნებოდა ქუთაისში მე-40 უბანზე. ორი პიროვნება, რომელთაც უკვე გავლილი ჰქონდათ სხვა უბანზე მარკირება და შესაბამისად მიცემული ჰქონდათ ხმა, ცდილობდნენ, რომ მე-40 უბანზეც მიეცათ ხმა, რაც ჩვენი წარმომადგენლების მიერ იქნა შემჩნეული და რა თქმა უნდა აღკვეთილი იქნა მათი ეს მცდელობა. 62 ოლქში 21 უბანზე ეს არის სოფელი ნაბეღლავი. გადასატან 5-ით შეეძლო ესარგებლა ამ სოფლის 11 მაცხოვრებელს. ეს არის კანონმდებლობით ესე მიღებული. თუმცა გაირკვა, რომ აპირებს გადასატანი 5-ით სარგებლობას 20 ადამიანი და 9 ადამიანზე არანაირი ნებართვა CSKO-დან გაცემული არ არის. 66 ოლქი უბანი ნომერი 27. აქ ადგილი ქონდა იმის მცდელობას და არ ვიცით ზუსტად მოხდა თუ არა ასე, ეს რომ მიეცათ ხმა პირადობის მოწმობის გარეშე, რასაც თვითონ უბნის თავმჯდომარე უწყობდა ხელს. შემდგომი დარღვევა ხურვალეთი, ეს არის 106 უბანი, დევნილთა დასახლება. სოფლის გამგებელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება ბურჯანაძის წარმომადგენელს და ხელს უშლის მას თავის საქმიანობაში. ნომერი 49 უბანი, ეს გახლავთ უკვე ვაკის რაიონი. რამდენიმე ამომრჩეველი, კერძოდ გაბელაიების ოჯახი, არის მიწერილი ამომრჩეველთა სიაზე. ნომერი 10 უბანი, ეს დიდუბის რაიონში. კედლის სიებზე არ არის კომისიის ბეჭედი. 69 ოლქის 21 უბანი, ეს არის ქვემო ჩხოროწყუ. საკონტროლო ფურცლის ნაცვლად ურნაში ჩაგდებული იქნა შემაჯამებელი ოქმის ბლანკი. მარტვილის რაიონში ამ რაიონის დეპუტატი გადაადგილდება მანქანით და ამომრჩეველს ურიგებს თანხას. გავაგრძელოთ დარღვევების შესახებ ინფორმაცია. მარნეულის 36 უბანი. აქ ადგილი ჰქონდა ბიულეტინების ჩაყრას. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენლები შესაბამის ზომებს ღებულობენ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება ასეთი სახის დარღვევები. მარნეულის ნომერი 42 უბანი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე ხმამისა ამომრჩეველმა და არა ერთხელ მოხდა ესეთი ფაქტი ამ უბანზე.
ვანში ეს არის 53 ოლქი. საარჩევნო უბანი ნომერი 2, 3, 10, 14 ხმის მიცემა დაიწყო ჩაბარების აქტზე საკონტროლო ბეჭდის დასმის გარეშე. ნომერი 2 და ნომერი 3 უბანი. აქ ბიულეტინებს, კერძოდ 1300 ბიულეტენს არ აქვს ნომერი. ნომერი 10 და ნომერი 14 უბანი, ეს ყველა ვანის ოლქზე მოგახსენებთ. არ არის მითითებული ბიულეტინების რაოდენობა. ბოლნიში უბანი ნომერი 53. აქ სოფლის რწმუნებულმა თუხანოვმა მიიყვანა უბანზე აზერბაიჯანელი ეროვნების მუსიკოსები და აი ესეთი მუსიკალური თანხლებით მიმდინარეობს არჩევნები. ნომერი 38 ეს არის შუახევში უბანის ნომერს მოგახსენებთ. გადასატანი ყუთის ზედაპირზე ტრანსპორტზე რომლითაც გადააქვთ გადასატანი ყუთი არის მოთავსებული მარგველაშვილის ფოტო. ეს გახლავთ შუახევში. უბანი ნომერი 38. უბანი ნომერი 15 ადიგენში. არასამთავრობოების წარმოდამკვირვებლებს არ უშვებენ უბანზე. მე აქვე მინდა მოგახსენოთ იმასთან დაკავშირებით, რომ იყო მცდელობა ჩვენი რამდენიმე წარმომადგენელი არ შეეშვათ უბანზე, თუმცა აღკვეთილი იქნა მათი ეს სურვილი თავმჯდომარეების. ეხლა მოგახსენებთ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საკონტროლო ფურცელი არ არის ბეჭდით დამოწმებული. ასეთ დარღვევას ადგილი აქვს ჩუღურეთში 30 უბანზე, ბოლნიში 56 უბანზე, ნაძალადევში 54 უბანზე, იგივე ჩუღურეთის რაიონში 23 უბანზე, ნაძალადევში 54 უბანზე, ასევე მარკირება სისტემატურად ხდება მარცხენა ხელზე. ამ დროისათვის ეს გახლავთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია დარღვევების თაობაზე, როგორც მე თქვენ უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალა, რომელსაც ოდნავ მოგვიანებით გადმოგცემთ. ჩვენ ვეცდებით, რომ სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების პროცესის მიმდინარეობის შესახებ, სავარაუდოდ ყოველ საათში ან ყოველ 2 საათში ერთხელ ჩვენ მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას. მადლობთ.